სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო დილამ შვიდობის დედა. ახალი ედუღებულია? კი, ეხლა დავისხი მეც. რას კითხულობ? არაფერი რაღაცა. ახალ ამბებს ვეცნობოდი. როგორ ხარ შენ? კარგად შენ? კარგად. დღეს რაღაცა უკეთ გამოიყურები გუშინდელის მერე? ბოდიში რა. სამსახურში რაღაც პრობლემები მქონდა. მოგვარდა უკვე ყველაფერი, მაგრამ ეხლა უსამავა და მე ერთიანად მოგიყვები ყველაფერს. აი, მოვიდა. მარიამ, დილამ შვიდობის. კრუასანები მოგიტანე. რატო შაწუ? არ მითხრა, ეხლა რომ ისაუზმე. ყავა მინდა. ალბათონო ეთე, როგორ მიხარია რომ გაგიცანი. მე ძალიან მიხარია მე. და რაც თავარია რომ კარგად ხართ და ყველაფერი ცუდი წარსულშია. ძალიან დიდი მადლობა. დაგდოვებთ, ვიცი რომ საქმე გაქვთ. დედა არ დაგავიწყდეს ნუნუს თაფლი გაასინჯე აუცილებლად. კი, მადლობა. აბა მარიამ, რა საყვარელი დედა გყავს? ძალიან. ყავას გაგიკეთებ ახლა. ხო, ხონდ ნუნუს თაფლი არ მინდა. რატო? ალერგია მაქვს. კარგი. რა ქენი შენ ელაპარაკეთ ამთას? მე გარმითხრა. რა არ გილაპარაკია? როგორ არა, უბრალოდ საშინლად მოვიდა. აუ, გაჩერდი, არ დაიწყო ხა, გეხვეწები რა. მთელი დღე არ მივედი. ზარებს არ პასუხობდი. მე მივედი და განვუცხადე მივდივარ თქო. მარიამ, შენ კარმა რა არის საერთოდ იცი? ჰა? კი. ხო, სამყაროში არაფერი არ ხდება ისე რა. ყველაფერი უბრუნდება ადამიანს, რასაც აკეთებს ის. აუ, ძალიან დამამშვიდე, როგორც მოვიქეცი, უკან თუ დამიბრუნდება, კარგად ყოფილა ჩემი საქმე. შენ ცოტა აფრენ, ხო? შენ კი არა თამთას კარმაზე ვლაპარაკობ, თამთას კარმაზე. კაი, ახლა გჯერა მაგი? ჯერა, დარწმუნებული ვარ. არიცი კი არა, გეხვეწები ხა, ცოტა გამოფხიზდი და იფიქრე საქმეზე. ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. ხო, ეგ მომშვიდებს ახლა მარტო. მიდი რა, ჭამე ძალიან გემრიელია. და ყავა მინდა. ყავა. რა შვები ზვიათ? რა შვები და ეს შეკვეთაც გავიყვანე ბოლოში, მზადა. ჯიგარი ხარ. კობა სად არის? კობა მაღაზიაში გავიდა შურუპების საყიდლად. ბიჭო ძალიან მშია, რამე ხო არ გამოვიძახოთ. გინდა ძალიან მაგარი სენდვიჩი გაჭამო? რა სენდვიჩი? ერთი წამი. მე და შენ? მეორეც მაქვს. გავიყიდე. ვიყიდე არა. სახლშიც მოვპირადი შეფმზარეული მემსახურება. აი? ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სოლი მოვიყვანე. სადაცა მღიფსაც დავიდებ. აგეთ, შეფიც მოვიდა. რა შეფი? ბიჭო. ბავშვობიდან გიცნობ. შემწვარი კარტოფილის მეტი არაფერი მოგიმზადებია ძმაო ჩემთვის. ზვიადას რასანებიური ყოველდღიური სენდვიჩებითო. მაგ შემწვარ კარტოფილს თავისებურად შემწვარი კარტოფილი ხდია. და? ნუ რა ვიფიქრე? მაგავრობა ხო არ დავხუროთ და რესტორანი გავხსნათ.
შენ იღადაოე და მართლა ეგრე მოგვიწევს მე მგონი. რატო რა ჩინეთის გზები დაიკედა? მოიცა გზები რა შუაშია, ჩვენ ზღვით არ შემოგვაქვს? ტრანსპორტირებამ ისე მოიმატა, რომ ავეჯზე სამჯერ მეტი გვიჯდები. ამ ორ დღეში? ხო რა იყო ინტერნეტში არ ნახე არაფერი? ერთი ამბავი ატეხი, მოცულობით წონიან ტვირთს. მოიცა ამ საქმეს ვეღარ გავაგრძელებთ? რავი ახლა ზვიად. მოგება თუ არ დარჩა გიჟები ვართ იყიდე გაყიდე? მაშინ რამე ახალია მოსაფიქრებელი. რაღაც ახალი გვინდა რა. კიდე კაი რო ის პირველი ნაკადი მაინც არ ჩაგვივარდა. აბა ბიჭო, ის კაციც რა ბეძე გამოჩდა, ჰა? ის კაცი მართლა ბეძე გამოჩდა. მაგრამ ახალი ბიზნესი დია მოსაფიქრებელი. აუ ისე გემრიელად ჭამს მეც მომინდა რა. და რო შევჭამ, ტვინიც გამეხსნება და მოვიფიქრებ რაღაც. მაინც ვერ ხვდები როდიდან სვა უშაქროს. რავი, დავფიქრდი იმაზე, რაც მითხარი. რაზე? ორსულობას. მერე? რავი. მინდა შვილი რა. და შვილები. ეხლა კერესას ერთ ბაშად მრავალშვილიან მამად მოაქცე. არა ვიცი ხო, მაგრამ დედის ერთა ვარ მეც და სულ ძალიან მინდოდა დაანძმა მყოლოდა. თან ეს შენ რაც მითხარი, მაგის მერე ძალიან აჟიტირებული ვარ. ვიცი ეხლა არ მითხარ, რომ შაქარს მაგის გამო არიღებ. ხო, სადღაც წავიკითხე ხელს უშლის დაურსულებასო. აი მე როდის მერე იჯერებ ფეიქ ნიუსებს. რავი, არ ჩანდა ეს ფეიქი. მაგას ჯობია ექიმთან წახვიდეთ შენ და კერესა და ის დაგაგვალიანებთ. ხო და ეგ ვიფიქრე მეც. მაგრამ მარტო წავალ ჯერ რა, კერესა მეც ანაზე არის გადართული და თან არ მინდა მეორე ბავშვს ელაპარაკი ჯერ. მესმის, მაგრამ ეხლა ანას გამო შენ თავს ნუ შეიზღუდავ, კარგი? ხო და არ ვიზღუდავ, წავალ მარტო გავიკეთებ ამ ანალიზებს, გამოკვლევებს ჩავიტარებ და თან რჩევებსაც ვკითხავ რა. დარწმუნებული ვარ უკარგესი დედა იქნები. ამ წამლებს რომ მიიღებთ 10 დღის მერე დაგენიშნებათ მასაჟები. აჰა, და მასაჟები რისთვის? კუნთი რომ მალე აღდგეს. გასაგებია. და ვისთან უნდა გავიარო ეს კურსი? აი ამას რეგისტრატურაში მიიტანთ და ჩვენს მასაჟისთან გადაგამისამართებთ. გასაგებია. უი, ბოდიში პაციენტი ყოლია. მოდი თამთა. აი ბატონო ნუგზარ, ეს არის თამთა, ჩვენი კლინიკის მასაჟისტი. თქვენ განდებით. სასიამოვნოა ძალიან. აი თავიდანვე რო გეთქვათ რომ ასეთი ხელის ბატონი ჩამიტარებდა ამ რეაბილიტაციის კურსს, ეჭვი არ გამიჩნდებოდა საერთოდ. დიახ, თამთა ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია. დიდი მადლობა, ნიკა თვასე ფიქრობ ჩემზე. ბატონო ნუგზარ, ერთი წუთით რო წაგართვათ ნიკა ექიმი თუ შეიძლება. თქვენი ნება. ჩვენობა? კი, უბრალოდ თანამშრომლები ვაპირებთ საღამოს ბარში წასვლას და ხო არ შემოგვიერთდებოდი. კი, რატომაც არა. მართლა? მაშინ 6-ზე ვიკრიბებით მიმღებში. კარგი, 6-ზე აქვს. კაი, დროებით. დროებით. ვაჟიკო. ვა! გოგა, როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? დაჭერის ამბავი გავიგე და გამიტყ. მთავარია ეხლა უკვე აქა ვარ. ხო, ეგ უკვე კარგია. შენ მაღაზია არ იდარდო. აუ გოგა. ხო. ერთი ღერი ხო არ გაქვს? ხო ვარჯიშობ, როდისღა დაიწყე მოწევა. ხანდახან ვეწევი ხოლმე უბანში. არა, დავანებე წლებია. კარგი. კარგაც. კარგი. მომენტისათვის
აბონენტი მიუწვდომელია. დაარეკეთ მოგვიანებით. The person you have called What cannot be reached at the moment. Please try again. დიახ, არა, 5 მუხა გქონდა შეკვეთილი და 4 მოვიდა. კი ბატონ, მესმის თქვენი, მაგრამ ჩვენც გვჭირდება მასალა. არა, თანხის დაბრუნება არ მინდა უკან. მასალა მომიტანეთ. კი ბატონ. კარგით. ხო, თქვენ ზარს დაველოდები. გამარჯობა. კასპერა, ხო? დიახ, ვიცნობთ ერთმანეთს. ერთ-ერთი პროფესიული განვითარების ფორუმზე შევხვდით. თუ გახსოვთ, გვერდიგვერდ იდგა ჩვენი სტენდები. ლადო, ხო? როგორ ხარ? ძალიან კარგად. რა შეგაწუხათ? საქმიანი შემოთავაზება მაქვს შენთვის. ეს ეხი ხო შენია? კი, ჩემია. შენს კომპანიაზე გავიკითხე და საკმაოდ ბევრი კმაყოფილი კლიენტი გყავს. მადლობა, მიხარია ამის მოსმენა. ძალიან კარგი. მაშინ ჩემი წინადადებაც მგონი დაგაინტერესებს. გისმენ? ძალიან დიდი ფართი